ახლა აჩახა გამოყავულად და ნებად ქცეულობ. ეს არის კინოპროექტი ასეთი საქართველოს ხერხემალი. ამ კინოპროექტს ანხორციელებს სტუდია გუთანი. სტუდია გუთანის თანამშრომლები ვართ ჩვენ აქ და მოგზაურები. ეს არის ამ კინოპროექტის მეხუთე ფილმი, რომელიც არის ემიგრანტებზე. ემიგრაცია იცით თქვენ საქართველოდან წასულ ქართველებზეა, რომლებიც საქართველოდან წავიდნენ, რომ საკუთარი ოჯახები არჩინონ, მაგრამ ამის მიღმა რომ ისინი საკუთარ ოჯახს არჩევენ, ძალიან დიდი სულიერი პრობლემებია. და ერთ რაღაცას გეტყვით მარტივად. 7 წლის, 8 წლის ბავშვი წავიდა აქედან ამერიკაში. ჩემი ახლობელი ოჯახის შვილია. ეს ბავშვი არის 14 წლის და ქართულად ვეღარ ლაპარაკობს. აბსოლუტურად გამართულად ლაპარაკობდა ქართულად. მიუხედავად იმისა, რომ იქ ქართველი მშობლები ყავს, იმ ქართველ მშობლებს ქართველი მეგობრები ყავს. სკოლა, მეზობლურმა ურთიერთობებმა ქართული ენა დაავიწყა ბავშვს. ულამაზესი გოგონა და 7 წლის ბიჭი ამ გოგონას ძმა საერთოდ ძალიან ცუდად ისმის ქართულად და ვერ ლაპარაკობენ. ასე რომ ერთი საქმე კეთდება, როდესაც რომელიღაც ოჯახის წევრი მიდის საზღვარგარეთ, ერთი საქმე კეთდება, რომ აქ ეკონომიურად ეხმარება თავის ახლობლებთან ათესავებს, მაგრამ მეორე საქმე უჭდება დიდი საქმე, რომ ბავშვებმა ქართული არ იცოდნენ და თვითონ ძალიან დიდი სულიერი გაჭირვებაა. სახელითა სამი. პირველად საქართველო, მეორედ იბერია, მესამე გიორგია. ქართლის ცხოვრების ყოველი სიტყვა საიდუმლო სურვილითაა დაწერილი. აეროპორტიდან გავედი, პირველად ქართული თარგმანები მოყოლეს გავაკეთე. მიწარო ქალაქის შემოსვლიდან და რაღაცას ყოველი შეხვედრის მენეჯმენტი საერთოდ არა საერთოდ სალაპარაკო, მაგრამ დედას ეძახის ყველას შეძლარდა. ის არის რომ სამი წელზე მეტი არ მენახია ბავშვი და სიხარულით ის არის მომავლის გადაგება იქნებებმა ლაზურად იცოდნენ. სამგრესია ბაჭია. დედათა მონასტერი, რომელთა მონასტერი საერთო ეკლესია. ისინი სიმაღლეს ადამიანს თვალში ეცემა. ისინი გონებრივი განათლებითა და გარეგნული სიფათისით გამოირჩევიან. აქაური ქალები ლამაზი, თანადმი არიან და ჩვეულებრივი ცისფერი თვალები და თეთრი პირისახი აქვთ. ახლობლად ნათლსავობა, სიყვარული, ყველაფერი აქ არის. ნაოსნობა ათასობით ლასაცრი და სამშობლოს. ძალიან დიდი თემაა. ამან ლაზებს თავიანთი ყოფა-ცხოვრების მფარველად მიაჩნია და მას მიაწერდნენ წარმატებას ხილულობაში. ამ ფილმში ეხლა ჩვენ აღებული გვაქვს სიუჟეტები და პარალელები გვაქვს გავლებული აჭარაზე და ლაზებზე. ანუ ემიგრანტებისთვის, იმ ემიგრანტებისთვის გავაკეთებთ ზუსტად ეს პარალელები, იმიტომ რომ ისინი 10 და 15 წლის მანძილზე